აქვს თუ არა მნიშვნელობა ფირსაკრავის არჩევისას რა ჟანრს უსმენთ? თან კი და თან არა. დიტრიხ ბოდიშვიანი პასუხისთვის, მადლობა დონაციისთვის. ფირსაკრავის დანიშნულებაა ზოგადად ფირფიტის სტაბილური სიჩქარით, მინიმალური ვიბრაციით ტრიალი. ანუ მერყეობა, გუგუნი და ხმის იზოლაცია ჟანრისგან დამოუკიდებელი არის ამ თვალსაზრისით. ბილ ევანს ზუსტად ისევე ჭირდება სტაბილური ტონალობა, როგორც მეტალიკას. რაც ახლა პასუხად აღწერ, ანუ ნებისმიერი ფირსაკრავის მახასიათებელი უნდა იყოს სინამდვილეში. ნემსი და კარტრიჯია ის ნაწილი, სადაც ჟანრს უკვე აქვს მნიშვნელობა, რადგან ნემსებს აქვს გაზომვადი ტონალური მახასიათებლები. ზოგიერთი ნემსი უფრო თბილია, ზოგი უფრო ნათელი ჟღერადობისაა, ზოგს უკეთესი მიკროდეტალიზაცია აქვს, ზოგს კი ანუ უფრო ძლიერი ბასი ან რამე სხვა. აქ უკვე ჯაზისთვის საუკეთესო გასაგებია, რას ნიშნავს. ჯაზში ზოგადად ჩანაწერის მიკროდინამიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ mid-range-ის სითბო და მოცულობა, დეტალურობა და ტემბრი, sound stage და ეს ინსტრუმენტების განცალკევება, რბილი მაღალი სიხშირეები რო იყოს. ჯაზში მთავარია როგორ იკვრება ნოტი. ანუ სონთქო კოლტრეინის ფრაზაში, პოლ ჩემბერსის ბასის ხის რეზონანსი, ელვინ ჯონსის ჯაგრისები დრამზე როგორ მუშაობს, ევანსის ფორტეპიანო, ანუ ესენ ძალიან გრძნობიარეა ეგრეთ წოდებული wow and flutter-ის მიმართ, ანუ ბრუნვის სიჩქარე, როცა ოდნავ ნელია, ოდნავ სწრაფია. თუ იდეალურად სტაბილურად არ ბრუნავს ფირფიტა, შეიძლება ნოტებმა რხევა დაიწყონ და საერთოდ სხვა წყობის ინსტრუმენტს დაამსგავსოს ჩანაწერი. აქაც მნიშვნელოვანია ფირსაკრავმა კარტრიჯს არ შეუშალოს ხელი და პლატერმა და ტონარმა ნემსის გრუვში სიარულისას ვიბრაცია უკან კარტრიჯს არ გადასცენ. თავად კარტრიჯის მხარეს უკვე განირჩევა გემოვნება, უფრო ანალიტიკური საუნდი გინდა, როგორც მსმენელს, თუ უფრო რამე თბილი და მელოდიური, მთავარია ინსტრუმენტებს კარგად ანაწილებდეს სივრცეში და ტექსტურას აღიქვამდეს. მაღალი სიხშირეები ზედმეტად მჭახი არ იყოს და მაგალითად თეფშები არ შხუოდეს, თორე ჯაზი ამ მხრივ მალე დამღრელი შეიძლება გახდეს მოსასმენად. ზოგადად ამბობენ, რომ belt drive ან ღვედიან ფირსაკრავი ჯაზისა და კლასიკისთვის უკეთესია, რადგან ძრავი და პლატერი ერთმანეთისგან დაშორებულია და მექანიკური ხმაური ნაკლებად ჩანს ჩუმ ჩანაწერებში ან კონკრეტულ მონაკვეთებში. როგორც ხვდები მიუხედავად ამ დეტალებისა, მაინც უბრალოდ წესიერ ფირსაკრავს აღწერ და საშუალო ბიუჯეტში არც ერთი ფირსაკრავი არ დახტოვებს უკმაყოფილოს სპეციფიკურად ჯაზის მიმართულებით. არც direct drive-ი და არც ის ტონარმი, რომელიც carbon fiber-ის არ იქნება მაინც და მაინც. არ არსებობს ჯაზის ფირსაკრავი, მაგრამ უნდა ეძებო იზოლაციით და სიჩქარის სიზუსტით ცნობილი ფირსაკრავი. მაღალი ხარისხის ღვედიანი ამძრავი, მძიმე პლატერით. ან ძალიან კარგი direct drive-ი. Technics-ის 1200-ის სერია, აუდიო ტექნიკა LP120 და Fluence Art 85 დეტალურ კარტრიჯთან კომბინაციაში კარგი დასაწყისია ამ შემთხვევაში. შეგიძლია ნახო project debut Carbon Evodes. Carbon fiber-ის ფანტასტიკური ტონარმი აქვს ამ საფასო კატეგორიაში, საკმაოდ იშვიათობაა. მძიმე პლატერი აქვს და იდეალური კომბინაცია არის რეზონანსის ანულირებისთვის. Ortophone 2M Red მოყვება კარტრიჯი შესანიშნავი რამეა, მაგრამ 2M Blue-ზე თუ გადახვალ ჯაზისთვის ზედგამოჭრილი იქნება. Technics-თან ან აუდიო ტექნიკასთან შეგიძლია ამავე ფირმის VM540ml microline კარტრიჯი იყიდო. რთულ პასაჟებს უკიდეგდანო სიზუსტით კითხულობს, მეც ეს მაქვს და საკმაოდ ისე ნეიტრალური ხმა აქვს და ფართო sound stage-ი. თუ ბიუჯეტი უფრო შეზღუდულია, Fluence Art 85-ს გირჩევ, იმიტომ რომ გმირია მართლა. მოყვება Ortophone 2M Blue, წესით აკრილის დისკი აქვს, ჩვეულებრივ ბევრად უფრო მაღალ ფასებშია ხოლმე ეს კომპლექტაცია და არ აქვს ჩაშენებული ფონოკორექტორი. ჯაზისთვის ფასის კვალპაზე ფანტასტიკურია.